რა არის ის, რაც დღევანდელ დღეს კაცს აიძულებს, რომ მოიყვანოს ცოლი? ჩემმა პასუხმა საყვარელო გოგოებო შეიძლება შოქშიც ჩაგაგდოთ. ამიტომ თუ თქვენ ხართ ძალიან გრძნობიარე გოგო, რომელსაც უყვარს სუფთა გრძნობები, ამაღლებული გრძნობები, რომანტიკა და ასე შემდეგ, კარგად დაჯექით სკამზე, იმიტომ რომ სკამიდან შეიძლება გადმოვარდეთ. თუ თქვენ გონიათ, რომ კაცებს მოყავხართ ცოლად, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მათ უნდათ, რომ თქვენ სიმღერები გიმღერონ, ლექსები გიწერონ, ყვავილები გიყიდონ და აგრეთვე გხატონ, ძალიან იმედი უნდა გაგიცრუოთ. კაცებს ცოლები მოყავთ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ რაღაცა მიზნები. უფრო პრაქტიკული მიზნები, ვიდრე რომანტიკული მიზნები. და რა შეიძლება იყოს პრაქტიკული მიზანი კაცისთვის? აქ არის 4 შესაძლებლობა. როგორც გახსოვთ, კაცებს ძალიან უყვართ საჭმელი და სექსი. აი, დღევანდელ დღეს თუ კაცი საჭმელს ადვილად იპოვის მისაწვდომ ფასებში ქალაქის ყველა კუთხეში, აი, რეგულარული სექსის მიღება არც ისე ადვილია. ამიტომ თუ კაცს უნდა რეგულარული სექსი და თან ყავს თვალში ვიღაცა გოგო, რომელიც მოსწონს ამ ამბისთვის, ამ ქალთან რეგულარული სექსისთვის თუ სხვანაირად ამ სექსის მიღება არ შეიძლება, გადაწყვიტავს კაცი, რომ შესთავაზოს მას ხელი და გული. ხოლო თუ ადვილად ხელმოწერის გარეშე მიიღებს ამას, რა თქმა უნდა, რაში დასჭირდება მას მაშინ ქორწინება? ისარგებლებს იმითი, რასაც ეს ქალბატონი შესთავაზებს, უფასოდ ხელმოწერის გარეშე. მეორე მიზეზი, რატო შეიძლება კაცმა მოიყვანოს ცოლი, არის მისი უდიდესი სიყვარული ფულის მიმართ. განსაკუთრებით თუ მას ფული უფრო მეტად უყვარს, ვიდრე სექსი. აქ თუ იქნება ვიღაცა ქალბატონი, რომელიც მისცემს მას ესეთ იდეას, რომ ამ ქალთან მას ექნება რეგულარულად ფული, აქაც არ დაიწევს მამაკაცი უკან და შესთავაზებს ქალბატონს ხელს და გულს. ხოლო თუ ამ კაცს აქვს რაღაცა ამბიცია, რაღაცის მიღწევა უნდა და მას გამოუცხადებენ, რომ იმ მის ამბიციაში შეუძლებელია შესვლა თუ ის იქნება უცოლო, რომ მხოლოდ ცოლიან კაცებს აქვთ ამის უფლება, მამაკაცი სასწრაფოდ დატრიალდება, თუნდაც არ ყავდეს საცოლე და იპოვის საცოლეს და მოიყვანს ცოლს, რახან მას სჭირდება იმ ამბიციის მიღწევა. ყველა სხვა შემთხვევაში მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ დღევანდელ დღეს მამაკაცმა მოიყვანოს ცოლი. აი, თქვენ თუ ჩემი არ გჯერათ, თქვენ შეყვარებულს კითხეთ. მაგალითად უთხარით, რომ შენ ხო ვიცი ხარ განსაკუთრებული, არ გავხარ სხვა მამაკაცებს, მაგრამ რაღაცა უნდა გითხრა, მე მინდა შენ რომ გამოყვეთ ცოლად, მაგრამ მაქვს სამედიცინო პრობლემა და მთელი ცხოვრება სექსი მაქვს აკრძალული. ხო მომიყვან ცოლად? აი, ნახეთ რას გეტყვით. თუ გკითხავთ, რომ ფულის ამბავი როგორ არის? და თქვენ გექნებათ ცოტა ფული, შეიძლება დათანხმდეს. ყველა სხვა შემთხვევაში ძალიან ეჭვი მეპარება, რომ მან მოგიყვანოთ თქვენ ცოლად. მაგრამ თუ არსებობენ ესეთი კაცები და მაინც მოგიყვანენ ცოლად, ძალიან გთხოვთ მომწერეთ პირადში და კომენტარებში, მამაკაცებო, მაშინ მე გიმღერებთ თქვენ სიმღერებს და მე დაგიწერთ თქვენ ლექსებს. ამიტომ ველოდები ქალებისაც და კაცების კომენტარებსაც. მომავალ შეხვედრამდე.